კონკურსის ალიანტე 2011-ის ეროვნული ფინალი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაიმართა. საერთაშორისო კონკურსის ფინალის საგზურის მოსაპოვებლად ერთმანეთს 25 გუნდი ეჯიბრებოდა. 5 გამარჯვებული მონტენეგროში გაემგზავრება და ალიანტე 2011-ის ფინალში საქართველოს წარმოადგენს. კონკურსი 2 ეტაპს მოიცავდა. პირველ ეტაპზე მონაწილეებს ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე მოუხდათ პასუხების გაცემა. მეორე ეტაპზე კი ფინალისტები დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და სამთო მომზადებაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. საჩხერის სამთო სკოლის ინსტრუქტორების დახმარებით ახალგაზრდებმა 4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით 100 მეტრზე ისროლეს. Ჩვენ გამოვალი ჩვენი შესაძლებლობები და ვიცით ახლა რა შეგვიძლია, რა გვაქვს გამოსაწვევებელი. ასევე 3 დღე ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენ ცხოვრებაში და რა ვიცი, ძალიან გამოგაგება მომავალში ეს გამოცდილება რაც მივიღეთ აქ. ახალგაზრდებანი საკმაოდ დიდი მონდომებით იასპარეზეს, მონაწილეობდა 50 ახალგაზრდა, აქედან გამოვლინდა 5 გამარჯვებული გუნდი, რომლებიც გაემგზავრებიან მონტენეგროში საერთაშორისო ფინალში და ისინი იმედი გვაქვს, რომ ასახელებენ საქართველოს და იქაც მოიპოვებენ გამარჯვებას. კონკურსი არის საერთაშორისო და ქართველ ახალგაზრდებს მოუწევთ შეგრძნება სხვადასხვა ქვეყნის თანატოლებთან. მნიშვნელოვანია, რომ ისინი მაქსიმალურად მომზადებულები იყვნენ.